თავი მერვე. თიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მისდევდა უკან. აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სადა უთხრა. უფალო, თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმენდა. გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა. მინდა, განიწმიდე. და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან. უთხრა მას იესომ. იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რაც ბრძანა მოსემ მათ და დასამოწმებლად. როცა კაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან. შეევედრა და უთხრა. უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკად იწამჯება. უთხრა მას. მე მოვალ და განკურნავ მას. იმ ასისთავმა კი უთხრა პასუხად. უფალო, არა ვარ ღირსი რომ ჩემ წიერ ქვეშ შემოხვიდე. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვევით მყვანან ჯარისკაცები. ერს ვეუნები წყადი მეთქი და მიდის. სხვას მოდი მეთქი და მოდის. ჩემს მონას გააკეთე მეთქი ეს და აკეთებს. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ისრაელშიც ვერ პოვემ მე ასეთი რწმენა. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში. ხოლო სასუფეველის ზენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა. და უთხრა იესომ ასისთავს. წადი და როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს. და იმ საათში განიკურნა მისი მსახური. იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი. შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა ქალს. იგი წამოდგა და ემსახურა მათ. როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა. რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი. თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა, იესომ უბრძანა გაღმა გასულიყვნენ. მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: მოძღვარო, გამოყვები, სადაც არ უნდა წახვიდე. იესომ უთხრა მას: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ ბუდეები. კაცის ძეს კი არ გააჩნია სად მიიდრიკოს თავი. ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მომეცი ჯერ წავიდე და მამა ჩემი დავმარხო. მაგრამ იესომ უთხრა მას: შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხო. ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც მიხვნენ. და აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე ისე რომ ნავი ტალღებით იფარებოდა, მას კი ეძინა. მივიდნენ მასთან, გააღვიძეს იგი და უთხრეს: უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით. უთხრა მათ: რამ შეგაშინათ მცირედ მორწმუნენო? შემდეგ წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა და ჩამოვარდა დიდი მყუდროება. ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ არის ეს ქარების და ზღვაც რომ მას ემორჩილებიან? როცა გაღმა ღადარინელთა ქვეყანაში მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ მეტისმეტად მრისხანენი, ისე რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. და აჰა, მორთეს ყვირილი. რა გინდა ჩვენგან ღვთისძეო? ვადაზე ადრე მოსულ ხარ აქ ჩვენ სატანჯველად? მათგან მოშორებით ზოვდა ღორების დიდი კოლტი. ეშმაკები შეევედრნენ მას. თუ გაგვდევნი, ღორების კოლტში მან შეგვიშვი. უთხრა მათ: წადით. ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა. წყემსები კი გაიქცნენ, მივიდნენ ქალაქში და უამბეს ყველაფერი, რაც ეშმაკეულებს დაემართათ. და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და რომ დაინახეს იგი, შეევედრნენ მათ საზღვრებს გასწლოდა.